ინფორმაცია პოზიტივის ინიციირებით და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და საჯარო აღსრულების დეპარტამენტის ორგანიზებით კეთდება უპრეცედენტო პროექტი. ეს არის ლიტერატურული კონკურსი კალამი პატიმრებისთვის საქართველოს ყველა საპატიმრო დაწესებულებაში. კონკურსი ამჟამად მიმდინარეობის პროცესია და დღეს ჩვენ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ მიმდინარეობის პროცესი გაგაცნოთ, ანუ 1 სექტემბერს დასრულდა მეორე ეტაპი უკვე პროექტის, რაც გულისხმობს თვითონ შეწყდა პატიმრების მიერ ნაწარმოების მიღება. ამჟამად მინდა საზოგადოებას განუმარტო, რომ შემოსულია დაახლოებით 150-მდე ნაწარმოები, გამოვლინდა ჟიურის 3 წევრი. ესენი არიან თეონა დოლენჯაშვილი, რატი ამაღლობელი და თათო ტურაშვილი და ჩვენ უკვე მოვახდენთ იმის უზრუნველყოფას, რომ თვითონ შემოსული ნაწარმოებები გადაეცეს ჟიურის წევრებს, რათა განიხილონ უკვე გამარჯვებულები. ეს არის ძირითადი ინფორმაცია და დანარჩენს უკვე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჟიურის წევრებს ეყოლება თავის თავმჯდომარე, რომელსაც უხელმძღვანელობს პატიმრ გიორგი კეკელიძე, ანუ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თავმჯდომარე და სიტყვას ალბათ გადავცემ გიორგის გაგრძელდა და მე გავიქნებო ისაუბროთ თქვენკვა დეტალურად. მადლობა. მოგესალმებით. ვფიქრობ, რომ არის ძალიან საინტერესო პრეცედენტი და ძალიან საინტერესო კონკურსი, სხვადასხვა თვალსაზრისით ბუნებრივია პირველ რიგში, იმიტომაც რომ ეს ყველაფერი ტარდება საჯარო აღსრულების დაწესებულებაში, მეორე მხრივ იმიტომ რომ ეს მოიცავს მთლიანად თითქმის მთელს ვთქვათ სივრცეს ამ თვალსაზრისით და ასევე იმიტომ რომ თვითონ ამ დაწესებულების ვთქვათ ამ შემთხვევაში მსჯავრდებულებს ჰქონდათ საშუალება აერჩიათ ჟიურის წევრები, რაც ამ თვალსაზრისითაც უპრეცედენტო ამბავია. მე ვფიქრობ, რომ ჟიურის წევრებს მეც მათ შორის როგორც ვთქვათ რაღაც აზრით კოორდინატორს ამ მიმართულებით ველოდება ძალიან საინტერესო სამუშაო. სრულიად დარწმუნებული გახლავართ, რომ იქნება ძალიან ბევრი საინტერესო მასალა წარმოდგენილი და შეიძლება მართლაც მნიშვნელოვანი ავტორები აღმოვაჩინოთ. ჩვენ ამ იმედით ვიწყებთ მუშაობას და იმ განწყობით, რომ ეს ადამიანები არ განსხვავდებიან სხვა ადამიანებისგან, რომლებიც გარეთ არიან და შესაბამისად ამ თვალსაზრისით კომპრომისი ჟიურის მუშაობაში არ იქნება. პირიქით ჩვენ მივუდგებით მათ, როგორც ვთქვათ, პროფესიონალურ ადამიანებს და დარწმუნებული ვარ, რომ ნაწერებიც იქნება ასეთი. დიდი მადლობა. მეც მოგესალმებით. საჯარო აღსრულების სისტემა მოგეხსენებათ მიესალმება არასამთავრობო სექტორის ჩართულობას ისეთ მნიშვნელოვან პროცესში, როგორიც არის მსჯავრდებულის რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია და აღნიშნული პროექტი სწორედ ხელს უწყობს მსჯავრდებულთა ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენასა და გაძლიერებას. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიტივმა მოგმართა საკმაოდ საინტერესო წინადადებით, ბევრი არასამთავრობო სექტორი მოგმართავთ საპროექტო წინადადებით, მაგრამ აღნიშნული იყო საკმაოდ მასშტაბური და უპრეცედენტო, იქიდან გამომდინარე რომ ყველა საჯარო აღსრულების დაწესებულების სისტემაში ყოფილი მსჯავრდებულები შეეძლოთ ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. ბუნებრივია საჯარო აღსრულების სისტემა მიესალმება ამგვარ შინაარსიან პროექტებს. ეს პროექტის პირველი ეტაპი დაიხურა საჯარო აღსრულების დეპარტამენტი, საჯარო აღსრულების დაწესებულებები, სოციალური სამსახურები აქტიურად იყვნენ ჩართული პირველ ეტაპში, რაც გულისხმობდა იმას, რომ მსჯავრდებულებისათვის აგვეხსნა პროექტის მნიშვნელობა, მასში ჩართულობის არსი, ძალიან ბევრმა მსჯავრდებულმა მიიღო მონაწილეობა, შეგროვდა ნამუშევრები, სწორედ სოციალური სამსახურის მეშვეობით იქნა ჟიური გამოვლენილი, რომელიც მოწოდებული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიტივის მიერ და შემდგომი ეტაპი უკვე მიზნად ისახავს იმას, რომ გამოვლინდეს წარმატებული შესრულებული ნაწარმოების ავტორები. ეს უკვე უშუალოდ არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიტივი და მასთან ერთად შერჩეული ჟიური განახორციელებს. დასკვნითი ეტაპი გაიმართება საჯარო აღსრულების დაწესებულებაში და დაჯილდოვდებიან პირველი, მეორე, მესამე ადგილის მფლობელი მსჯავრდებულები. მე მინდა ხაზი გაუსვა ამ პროექტის მნიშვნელობას და განვაცხადო ეს, რომ პროექტი აუცილებლად გაგრძელდება ყოველწლიურად და ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა ეს მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს ამ თვალსაზრისით და ალბათ ეს პროექტი მოგცემს იმის საშუალებას, რომ დავფიქრდეთ თუ რა მასშტაბით შესაძლებელი იქნება ამ პროექტის კიდევ უფრო შემდგომი განვითარება. დიდი მადლობა. მე საჯარო აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
მოგესალმებით. მინდა გავაკეთო განაცხადიან ზუსტად როგორ ეტაპზე არის ეს პროექტი. ანუ ეხლა უკვე დასრულდა მეორე ეტაპი, ანუ როგორც მოგახსენეს ამ პროექტის და გამოვხილებ ყურადღებას, რომ გვეყოლება გამარჯვებული 3 გამარჯვებული. აქ იყო პროზაული და ლირიული ნაწარმოებები და გამოვლინდება 3 გამარჯვებული, ანუ ცალკე პროზაულში და ასევე ლირიკულში. ამინდა აღვნიშნო ასევე, რომ არის დაწესებული პრიზების სახით, პირველ ადგილზე 500 ლარით და 500 ლარი, მეორე ადგილზე გასული დაჯილდოება 400 ლარით და მესამე ადგილზე 300 ლარით. არა, თემა თავისუფალი თემა იყო აბსოლუტურად. არ იყო შეზღუდვები. ერთადერთი შეზღუდვა იყო ის, რომ უნდა ყოფილიყო ორი თაბახის ფურცელი და არ უნდა აღემატებოდეს ორი თაბახის ფურცელს. დანარჩენი შეზღუდვა არ ყოფილა არც ასაკობრივი, არც თემატურად. 150-მდე ნაწარმოები შემოვიდა, დიახ. და ეს ძალიან ასე ვთვლით, რომ წარმატებულია ძალიან და საკმაოდ დიდი რაოდენობა არის შემოსული. დიახ, ეს თვითონ უპრეცედენტოა იქიდან გამომდინარე, რომ აბსოლუტურად ტარდება ლიტერატურული კონკურსი 16-ვე საპატიმრო დაწესებულებაში, მათ შორის არასრულწლოვანთა კოლონიაშიც და ქალთა კოლონიაშიც. აქედან იძენს თვითონ პროექტი უპრეცედენტობის მნიშვნელობას და რა თქმა უნდა ამას აქვს ყოველწლიური ხასიათი და ეს პირველია ბუნებრივი, პირველი კონკურსია ესეთი მასშტაბური და ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ სრული ორგანიზებით ვართ ამ პროექტის მიმართ, საკმაოდ ესე დადებითად ვაფასებთ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ პატიმრებს შორის ნაწარმოებების მიღება ცოტა კონფიდენციალურობასთანაც არის დაცული, კიდე სხვადასხვა პრობლემებია და მიუხედავად ჩვენი მოლოდინისა საკმაოდ ნორმალური შედეგი მივიღეთ ეს პირველ ეტაპზე და შემდეგი წლებისთვის უკვე შემდეგი კონკურსებისთვის რა თქმა უნდა ალბათ უფრო მეტი იქნება ჩართულობა ამ თვალსაზრისით. იცით რა არის, ნაწარმოებებს ძირითადად პროექტი შედგება რამოდენიმე ეტაპისაგან, როგორც წესი. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ორი მეორე ეტაპი დასრულდა. უნდა გამოვავლინოთ ჩვენ სულ 2 გამარჯვებული, ორი მიმართულებით გამარჯვებული, ეს პროზის და ლირიკის და სულ გვეყოლება 6 გამარჯვებული, თვითონ მიმართულებით 3 გამარჯვებულს ვავლენთ. 1 ოქტომბერს არის დაჯილდოება თვითონ საჯარო ახსნილების დეპარტამენტში და გამოვლინება გამარჯვებულის და უკვე 15 ნოემბერს შედგება პრეზენტაცია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც უკვე გეგმავთ წიგნის გამოშვებას. დიახ, ეს არის ყველაზე მთავარი ამ პროექტში, რომ ეს გამოიცემა წიგნად. საუკეთესო ნამუშევრები 50 საუკეთესო ნამუშევარი შევა წიგნში. ეს მგონი ძალიან კარგი ისეთი დასკვნითი ეტაპი იქნება ამ კონკურსისთვის. მადლობა. მადლობა.